False ვერ ვაშორებ. აი ეს. სასწაული. ასეთი ხوارება. მრავალფეროვნებით გამორჩეული ფესტივალი ფილადელფიაში გაიხსნა 50 ქვეყანა, 50 განსხვავებული და განსაკუთრებული კულტურა, მათ შორის ქართველების კუთხე. This one is ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად და ამაყი ბრუნდები აქედან ჯერ ნიუ-იორკში მერე საქართველოში, იმიტომ რომ ისეთმა ხალხმა შეიძინა ჩემი ნივთები, რომ ნამდვილად სიამაყეა ჩემთვის. თუ ისინი ატარებენ და საუკეთესო ხალხი გამიცანი, ქართველები, უნიჭიერესი ადამიანები, მხატვრები, ძალიან კარგი ხელოვანები და ყველას მე თვითონ მეპატიჟები საქართველოში თავის ნამუშევრებით და მე პირადად მოგიწყებთ გამოყენას. ჩამოდით. 30 წელზე მეტია ტარდება საერთაშორისო საზაფხულო ფესტივალი. ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და ისინი წარადგენენ თავიანთი კუთხის კულტურასა და ხელოვნებას. თუმცა მეორე წელია გვაქვს ბედნიერება, რომ ჩვენ საქართველოს კულტურასა და ხელოვნებას წარმოვადგენთ და მადლობა თქვენ ხელოვანებს, რომ ძალიან დაგვეხმარეთ ამ ყველაფერში და სხვათა შორის ლელა აღსანიშნავია, რომ სენატორი ქართული დროშით შემოვიდა, იცით და შემდეგ კიდეც მოგვიახლოვდა და მან აღნიშნა, რომ უთხრეს რომელ დროშას აირჩევო და მან საქართველოს დროშა აირჩია. ესეც სიმბოლურია იმისა, როდესაც შარშან ლელა შენი დახმარებით ეს ძვირფასი ხელოვანი ხალხი მოვიწვიეთ და მათ ძალიან მაღალ დონეზე შესძლეს ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენა. სენატორები ისე დაინტერესდნენ, რომ ერთ-ერთი სენატორი დღეს შემოფრიალდა ქართული დროში. მუშაობ აფხაზეთის თემაზე და ჩვენ ვართ აფხაზეთის ხიდი, აფხაზეთში ხიდი ჩვენი ბავშვებისთვის, რომ დავახსენოთ ავძრად ცნობები ბავშვებში. და ეს არის აფხაზი ტოლველი ქალი, რომელსაც მუცლით მოყავს ახალი სიცოცხლე და ბავშვი და ბარგი. და აღწერილი მაქვს ის სიმძიმე, რაც გამოიარა ჩვენმა საყვარელმა ხალხმა. ერთი კიდე ქართველი ქალი, აფხაზი ქალი მინდა დაჩვენოთ, რომელიც მტირალია ბევრი წლების შემდეგ. ნოსტალგიით. და მიხარია, რომ მსოფლიოს ვაჩვენებ აი ამ თემატიკას. წელს კიდევ მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა ეკატერინეს არტ სტუდიიდან მოსწავლეებმა მონაწილეობა დახატეს ქართულ თემატიკაზე უდიაშვილი, აფლედიანი, ჰიროსმანი. ერთმა გოგონამ ქართული ქუჩა. საოცარი ნამუშევრები აქვს. 12, 14, 16 წლის ბავშვები არიან, ვინც შეასრულეს ეს ნამუშევრები და მიხარია, რომ ამერიკაში ქართველობა არ გვეკარგება და ტრიალებს აქ ჩვენს კუთხეში ტრიალებს
ქართული სული. როდესაც გაიგეს რომ ქართული კუთხის გამოფენა ჩვენი ქართველები ნახეთ რამდენი მოვიდნენ. აი მადლობა თითოეულ ქართველს და ქალბატონი ლეილა რომელიც სპეციალურად ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა, როდესაც მან ქართული სიმღერა გააჟღერა, რომ გენახათ რამდენი ადამიანი უცებ შეიკრიფა აქ. ქალბატონო ლეილა, აი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღევანდელი დღეს? დღევანდელ დღეს აი ეს დიდი ორგანიზაცია, სადაც ხატრისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც თავის გამუშავებას გამოფენს, ნახავთ ნახელობით უმეტეს ფილადელფიაში. ის ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება ახელება. და ქართველებს რა გვაერთიანებს ყველაზე მეტად? ქართველებს გვაერთიანებს ერთმანეთთან სიყვარული და სიყვარული გვაერთიანებს ქართველ ეს. Jala Nadia Tusheti Jala Shadoba Tushuri Kevda Garechini Chedila Sadikni Chubulgada Tushuli Kevda Garechini Chedila Sartni Chubulgada Tushuli ჩემთვის პირველ რიგში არის ემოციური, რადგანაც საქართველოდან 2 წელიწადია წამოსული ვარ და რთულია ემიგრანტობა და მონატრება ის შენი ქვეყნის, შენი კულტურის და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს საქართველოს სახელი, რომ გვაქვს ამის საშუალება, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ქართული კულტურა. ჟურნალისტიკიდან მხატვრობამდე, არ ვიცი, ალბათ ეს ყველა ნაბიჯი ჩემი იყო დაუფიქრებლად. მიზანდასახული თავიდან არაფერი არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვიდა ემოცია, მოვიდა სურვილი და ეს ყველაფერი გადმოვიტანე ტილოზე. რამდენად გამომდის ეს არ ვიცი. ხელოვნება არის პიროვნების ამოძახილის გულიდან და ეს არის შენი სულიერი მხარე. ნამუშევრები ზოგადად არის კრისტალის ტექნიკით შესრულებული. დამაინტერესა თვითონ კრისტალის შექმნის პროცესმა რამდენად გამომივიდოდა და პირველი რაც გავაკეთე იყო ვაშლები, კრისტალის ვაშლები და იმდენად მაყოფილი დავიჩი ჩემი თავის, რომ მიმუშავე ტექნიკაზე, რომ როგორმე მიმეღო კრისტალის ფორმა, ანუ ყოფილიყო გამჭვირვალე. და ალბათ ერთი დღე ვეცდები დავხატო სული და რამდენად გამომივა, ამას ვერ ვიტყვი. ალბათ ამდენიმე წლები დაჭირდება იქამდე მისვლის. გამარჯობა, მე ვარ ლიკა მორჯიგნელი. იქმნი დიდი სიყვარულით სამაჯურებს და სხვადასხვა აქსესუარებს. დღეს მონაწილეობ პირველად გაზაფხულის ფესტივალში და ძალიან განსხვავებულია და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მაყოფილი ვარ, არაჩვეულებრივი ფესტივალია. მართლა ბევრი რაღაცა გავიცანი და ბევრი რაღაცა ვნახე ჩემ შვილთან ერთად. მადლობელი ვარ ფესტივალის ორგანიზატორებს. ვარ თია ჩოლოგაური, 4 წელია ვარ ამერიკაში. ხელოვანი ვარ პროფესიით. საქართველოში ვამზადებდი თექას და ბედნიერი ვარ, რომ აქაც ქართული სული ჩავნერგე და საქართველოს წარმოვაჩინე. პირველ რიგში მადლობა ქალბატონ ლელას, რომ თქვენი დამსახურებით მოვხდი აქ. ძალიან ბედნიერი ვარ, შევიძინე უამრავი ქართველი მეგობარი. უბედნიერესი ვარ და მოკითხა საქართველოს აქიდან.
დავაკეშა, ვერ ლაპარაკო. მინდოდა გადავეხო და ვერ გადავეხე, რომ წიროდი. აი, გაოცებული ვარ, ემოცია მწავლეკა, დადებითი მოვდი მოვიდა და მინდა უდიდესი მადლობა გითხრა. მე ვნახე წარმოუდგენელი რამ, ბავშვები ქართული სულით, ქართული სიცხეს, ქართული ძალით და მოძრაობით 80% აქ არის დაბადებული გაზრდილი. ხო და აი უდიდესი დამსახურება შენი რომ შეუნარჩუნე ქართველობა მაგით. სამი ჩემი შვილიც ექონდა. ითხრეს აი მე შორიდან იცნობ თქვენ თავმოყრილობასგან და უღრმესი მადლობა ამ ემოციისთვის. დიდი მადლობა. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ აი ეს ფინალი იყო ისეთი, რომ მართლა არასოდეს დამავიდება და დიდი მადლობა. შენ უკვე ეროვნული გმირი ხარო, მართლა გეუბნები, ამდენი ბავშვი, აქ დაბადებულები ქართული სულით. ნამდვილი ცეცხლი დაანთეს დარბაზში. ძალიან, აი და თანაც იცით რა სპეციალურად ბოლოს იყო ნომერი, რადგანაც იცოდნენ რომ ყველა დაელოდებოდა ანსად ფესებს. ერთი წელი ველოდებოდნენ რომ შაშად მოწოვის მერე, შაშადელი მოწოვის მერე წელს კიდევ მიიღო მონაწილეობა და მადლობა თქვენთან და მადლობა ლელას რომ აქ ვარ. ეს და ისე ვახარებ ამერიკელ მაყურებელს და ქართულ კულტურას ვაცნობ რაც მთავარია. კომპანია დუგლაძე წინანდალი წარმოდგენილი არის საერთაშორისო ფესტივალზე და უღრმესი მადლობა ბატონ პაკოს. ეს ეხმარება საქართველოს იმაში, რომ უფრო ფართო მასშტაბით ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ ქართველები ვართ ქვეყნიდან, რომელიც არის ღვინის ქვეყანა. მე პირველად ვარ ამ ფესტივალზე, როგორც იცი მეორე წარდება და შეგამავიდე სხვადასხვა ყველა და მადლობელი ვარ ისეთი ემოციები ყოფილობს სხვადასხვა ქვეყნების კულტურის და მათ შორის საქართველოს და ძალიან სოციალურია. აკეთება რომელს მოგიდო ხელი ყველა არის ხელოვნების სკოლაში. აუ ნახე რა მაგარია, ყველა რა მაგარია. საინტერესო პროგრამაა, დღევანდელი დღე დარწმუნებული ვარ და ერთი სული მაქვს დავათვალიერო ათაურობა. ნახო ქართული კუთხე, ნახო ამდენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო დღე იქნება. მალხაზ მაისაშვილი, კომპანია ქართველის მფლობელი. ძალიან საინტერესოა და სასიამოვნოა წარდგენა ქართული კულტურის, რომელიც ყოველწლიურად თურმე ტარდება და მეორე წელია უკვე საქართველოს იღებს მონაწილეობას. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ამ ქვეყანაში დავადგეთ ჩვენ კულტურას, ჩვენ ხელოვნებას და მომავალ წელს პირადად მეც და ჩემი კომპანია ჩაერთვება ამ მონაცემებში. მე ვარ ნინო გიორგაძე, წელს პირველად ვიღებ მონაწილეობას ფესტივალში, ვარ ძალიან ბედნიერი. ჩემი მცირედი ნამუშევრებით წარმოვიდგინე დღეს ფესტივალზე. რაზე მუშაობ? ძირითადად პოლიმერულ თიხაზე მუშაობ, წელს ესე გადავწყვიტე, რომ ესენი გამომეტანა. წვრილმანი რაღაცებიც მაქვს, აი. აქ დავიწყე პოლიმერულ თიხაზე მუშაობა. 7 წელია აქ ვარ და რა ვიცი. თან დართობა ჩემთვის, თან დასვენება. მგონია ზუსტად ვიცი შტაბის წლებებით დახუნცვლელი ვიქნება და ჩვენი ქართული იქნება საუკეთესო. აი ეს ჩემი ქართულ ამერიკელი შვილი. უცხადობა გამარჯობა.
ძალიან სასიამოვნოა, როცა აი ესეც ფესტივალზე, სადაც ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, აღმოაჩენ, რომ შენი ქართული ასეთი დიდებული ნამუშევრებით არის გამოფენილი, სადაც ასევე ქალბატონი მაია, ქალბატონი ნინო, ლიკა, ანუ ასეთი ნამუშევრები რო არის გამოფენილი და ქვეყანა რომ ნახავს ამას, ამაზე დიდი ბედნიერება, რაც უფრო მეტი გაიცნობს საქართველოს, მით უფრო უკეთესი და უკეთესი.